გამარჯობოთ. მოდით დღეს ბიბლიის და წმინდა მამათა შრომების შუქზე. შევეცადოთ, დავინახოთ, გავიაზროთ, როგორია ღმერთი. არა იმ ხრივ, რომ ის არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, რომ ყოველი სიკეთე მისგან არის და რომ არ არსებობს სიკეთე მის გარეშე. არამედ ყოფიერების მხრივ, ძალის მხრივ. თქვენ ყველას გინახავთ ეს სიმბოლო. მათემატიკაში ამ სიმბოლოს ეძახიან უსასრულობის ნიშანს. ერთი წმინდა მამა ამ ნიშანს, ამ მათემატიკურ გაგებას პირდაპირ უკავშირებს სამება ღმერთს. ყოველი ქმნილება არის შეზღუდული დროში, სივრცეში, ენერგიებში. სამება ღმერთი არის ერთადერთი ის, რაც მთლიანად, პრინციპულად განსხვავდება ყველანაირი ქმნილებისაგან და არის უსასრულო. ჩვენ ცხოვრობთ ჩაკეტილ სისტემაში. ეს არის სამგანზომილებიანი სივრცე, ამას დამატებული დრო. დრო არის პროცესების გადინების სიჩქარე. მატერიალურ სამყაროში დროს სხვა მახასიათებლები ქონია, სულიერ სამყაროში დროსაც და სივრცესაც სხვა მახასიათებლები ქონია. იქ დრო სხვა სიჩქარით მუშაობს და მოძრაობს. ანგელოზს არ შეუძლია, რომ ერთდროულად იმყოფებოდეს 2, 3, 50 ადგილზე. წმინდანებს უთქვიათ, როცა ანგელოზი არის სასუფეველში, ის ამავდროულად არ იმყოფება დედამიწაზე. სამება ღმერთი არის ერთადერთი ზესივრცული და ზედროული ზეყოფიერება, ერთადერთი ნამდვილი სიცოცხლე და გამაცოცხლებელი და ის ერთადერთია, ვისაც აქვს უნარი ერთდროულად იმყოფებოდეს ყველგან და აკონტროლებს ყველაფერს დროის ერთი და იგივე მომენტში. დროც და სივრცეც შექმნილია. მცენარეული და ცხოველური სამყარო მისი სიტყვით, მისი ბრძანებით შეიქმნა. სამება ღმერთი კი დროის ერთი და იგივე მომენტში ატრიალებს მთელ სამყაროს, მზეებს, პლანეტებს, ყველაფერს, რაც აქვს ენერგია, მისგან აქვს, რაც არის მისგან შეიქმნა. იგი ზრდის ბალახს დედამიწაზე და ამავდროულად ატრიალებს მზეებს სამყაროში. ხედავს ყველა ანგელოზს და ყველა ეშმაკს. იცის ყოველი მათი ფიქრი, ყოველი შემდგომი მოქმედება. ხედავს ყველა ადამიანს, ცოცხალსაც, გარდაცვლილსაც. იცის იმათი ფიქრები და მომავალი საქმეები, რომლებიც 100, 200, 1000 წლის შემდეგ დაიბადებიან. იცის თითოეული ჩვენგანი შინაგანი სამყარო, მანამდე, სანამ ჩვენ არსებობას დავიწყებთ. სამება ღმერთს შეეძლო შეექმნა 10, 20, 30 განზომილებიანი სამყარო და იქ იქნებოდა 5 სხვადასხვა დრო. იქ იქნებოდა ფიზიკა, მათემატიკის, ქიმია, ბიოლოგიის სულ სხვა კანონები. ჩვენ გაგვეცინებოდა, როგორ შეიძლება სამგანზომილებიანი სამყაროს არსებობაო და ერთი დრო. და ვერ წარმოვიდგენდით ასეთ რამეს. მას შეუძლია შეცვალოს დროის და სივრცის ფიზიკა, მათემატიკის, ქიმია, ბიოლოგიის ყველანაირი კანონები, რადგან კანონებიც მისი დადგენილია, მისი შექმნილია. შეუძლია ააჩქაროს დრო, შეუძლია შეანელოს, შეუძლია საერთოდ გააჩეროს. მაშინ პროცესები სამყაროში გაჩერდება. თვით სამყაროს, კოსმოსის უსასრულო სივრცე, როცა ზეთანამედროვე ტელესკოპებიც კი ვერ აფიქსირებენ სამყაროს დასასრულს, მის კიდეს. ეს ყოფილა ღმერთის უსასრულობის ასახვა და რახან ღმერთი უსასრულოაო, წმინდანს ასე უწერია, მისი შექმნილი სამყაროც უსასრულოა. სამება ღმერთი მხოლოდ ერთადერთი თვითონ
უსასრულოდ აღემატება ყველას და ყველაფერს, რაც სამყაროში არსებობს. ამიტომ მთელი ანგელოზური, მთელი ეშმაკეული და მთელი ადამიანური სამყარო მისი ძალის წინაშე არაფერს არ ნიშნავს. ყველა ანგელოზი რომ დაცემულიყო და ყველა ადამიანი რომ ეშმაკს დამსგავსებულიყო, სამების უსასრულო ძალას ვერ გადასძალავდნენ. სამება ღმერთი ადამიანებს ხედავს არა მარტო გარედან, არამედ მისი მზერა ხედავს ჩვენს გონებას და ფიქრებს. წმინდანებს ასე უწერიათ, შენ რო გონიაო, რო შენ არავინ ხედავს, იცოდეო, რომ შენი გონება მის წინაშე ეს არის გადაშლილი წიგნი. და თუ დაინახა, რომ შენ მას ეძებ, რომ შენ არ ახარ მზაკვარი ადამიანი, მაშინ გამოგიჩნდება. ის ერთადერთია, ვისაც აქვს ამომწურავი ყველა ინფორმაცია ყველაფერზე და იცის ყველა საქმე მათ აღსრულებამდე. არსებობს ასეთი ხატი, ყოვლის მხედველი თვალი, ასე ჰქვია, ესეც ასახვაა ამ რეალობისა. ღმერთს შეუძლია ადამიანს გონება ისე შეუცვალოს, ეშმაკს გონება ისე შეუცვალოს, რომ ეშმაკი იძულებული გახდება კეთილი გახდეს. ადამიანი იძულებული გახდება, რომ ღმერთი უყვარდეს, მაგრამ ძალადობა მისთვის მიუღებელია, ჩვენ გვიტოვებს არჩევანის თავისუფლებას. რა მოხდება ღმერთი რომ შემოიჭრას ადამიანის ცხოვრებაში? იმაზე უარესი, ვიდრე ადამიანს დაემართა, გახსოვთ ალბათ, ღვთის მოახლოება რო იგრძნო, დაპანიკდა და ბუჩქებში დაიმალა. და ასევე იმაზე უარესი, რაც კაიაფამ გააკეთა და ანამ, როცა განკაცებული ღმერთი ჯვარზე გააკრეს. ცოდვით დამახინჯებული ადამიანისთვის ღმერთის ხსენებაც კი აუტანელი გახდა. ამიტომ ღმერთი არ იჭრება ადამიანთა ცხოვრებაში და გვაძლევს დროს, რომ გამოვფხიზდეთ და შეშლილობას თავი დავანებოთ. 2000 წლის წინ სამყაროს შემოქმედმა ადამიანური ბუნება შეიმოსა, მაგრამ ცოდვის მოყარეებმა დაფარული სიკეთეც კი ვერ აიტანეს. სახარებაში წერია ასეთი რამ, უფალი რო გამოჩნდებაო, გოდებდნენ ტომნი ქვეყანისანი. ესე იგი, კი არ შეწუხდებიან, ღრმა შეშფოთებაში კი არ ჩავარდებიან, ან უკიდურესად ღრმა შეშფოთებაში, არამედ გოდებდნენო. გოდება ეს არის სასოწარკვეთილების ნიშანი, უიმედობის ტირილია. და ეს დაემართებათ ცოდვაზე შეყვარებულ ადამიანებს. როგორც ნარკომანს უჭირს საწამლავის გადაგდება, ასე უჭირს ადამიანს უცოდველი ცხოვრება, თუ არ შეიგინა, თუ არ დალია, თუ არ მოწია, წვალობს. მაგრამ დადგება დრო, როცა კაცობრიობას ძალით წაერთმევა შესაძლებლობა, რომ სწოდავდეს. და ასეთ ზეყოფიერებას ადამიანის საქმეს ურჩევს ხოლმე. აი, რომ მოусმინოთ, რას ქადაგებენ, ან ვითომ ქრისტიანი მქადაგებლები, ან ფსიქოლოგები, თან სიცილი მოგინდებათ, თან ტირილი. რაღაცა მოსწონთ ხოლმე, რაღაცას უწუნებენ, აი ღმერთო შენგან ამას არ ველოდი და ესეთი რაღაცეები. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ღმერთი ითმენს აი ამ შეშლილობას, რაც ამ ქვეყანაზე სუფევს, ეს არის მისი სიყვარული, ის ელოდება თითოეული ჩვენგანის გამოსწორებას და შეცვლას, რომ სასუფევლის კვიდრობისთვის ჩვენ თავსებადები ვიყოთ. წმინდანს უწერია ასეთი რამ, ღმერთმა არა მარტო შექმნა სამყარო, არამედ მუდმივად ინახავს მას თავისი ძალით და მუდმივ დიალოგშიაო თავის ქმნილებასთან, თორემ ეს ქმნილება გაქრებოდა.
აი ფიზიკოსებს აღმოუჩენიათ 5-10 წლის წინ, რომ ასეთი რამ არსებობს. სამყაროსო ინახავსო რაღაც ფარული ენერგია, იმიტომ რომ ატომში არ ყოფილა საკმარისი ენერგია, რომ ეს ატომი არსებობდეს მილიარდობით წლების მანძილზე და რაღაც უხილავი ძალა ინახავსო მთელ სამყაროს, თორე ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ, ესო სინათლის სიჩქარით დაიშლებოდაო. ღმერთის უსასრულობა თითოეულ ღვთისმცნებას სძენს რაღაც უსასრულო ძალას. ღვთისა გამო გაკეთებული ყოველი სიკეთე. აი ვითომ რა გაჭირებულს მივცეთ 5 ლარი, 10 ლარი. ეს ხომ არაფერი არ არის. მაგრამ თურმე, რადგან ეს კეთდება უსასრულო ღმერთის გამო, ეს იძენს უსასრულო ჯილდოს. ყოველი ცოდვა, დიდი ამბავი, ვიღაცამ სიგარეტი მოწია და თავი დაიზიანა და ადრე გარდაიცვალა. ხო, თავის თავი დააზიანა. მაგრამ თითოეული ცოდვა, როგორც ღვთის საწინააღმდეგო საქმე, როგორც თავისი თავის დაზიანების საქმე, თურმე იძენს უსასრულო შედეგს. და აი ეს ბოროტებები, რასაც ადამიანები ვაკეთებთ, ეს თურმე იმსახურებს უსასრულო სასჯელს. უფალმა თქვა, ვისაც უყვარვა, რომ ჩემ ცნებებს იცავსო. ძალიან ადვილია საუბარი, ღმერთო მიყვარხარ. უამრავი შეშლილი ადამიანი იმეორებს ამას. მაგრამ უფალს სხვა კრიტერიუმი ქონია სიყვარულისა. ვისაც უყვარვა, რომ ჩემ ცნებებს იცავსო. ვისაც პრეტენზია გვაქვს, რომ გვიყვარს ღმერთი. დავამტკიცოთ ეს სიყვარული უცოდველი ცხოვრებით, სახარების მორჩილებით. და მაშინ ამ ქვეყნადვე ვიცხოვრებთ სამოთხეში. ღმერთმა გაგახაროთ.